წარმოვიდგინეთ, რომ ახლა ამ წამს, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს თავზე 30,000 კილომეტრზე მაღლა კოსმოსურ სივრცეში ტრიალებს ობიექტი, რომელიც შეიცავს ადამიანის ფეხის ანაბეჭდებს. ანაბეჭდებს, რომლებიც დატოვეს 12-მა ადამიანმა 52 წლის წინ. ეს ანაბეჭდები დღესაც იქ არის, უცვლელი, შეუხებელი. მაგრამ აი რაც უცნაურია, მას შემდეგ რაც ევჯინ სერნანმა 1972 წელს დატოვა მთვარე, არც ერთი ადამიანი აღარ დაბრუნებულა იქ. 52 წელი, 2 თაობა. მთელი ეპოქა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ შევქმენით ინტერნეტი, ავაშენეთ საერთაშორისო კოსმოსური სადგური, გაუშვით მარსზე 6 როვერი და გავაგზავნეთ როვერი და გავაგზავნეთ ვოიაჯერი მზის სისტემის საზღვრებს გარეთ. მაგრამ მთვარეზე არა. რატო? NASA-ს ოფიციალური პასუხი მარტივია. ძალიან ძვირია და აღარ არის პოლიტიკური мотиваცია. მაგრამ ეს პასუხი ბადებს კითხვებს, რომლებიც უფრო რთულია ვიდრე თავად კითხვა. თუ 1969 წელს, როცა კომპიუტერს ჰქონდა თანამედროვე მობილურის ტელეფონის მილიონედი ნაწილის სიმძლავრე, შეძელით ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და უსაფრთხოდ დაბრუნება, რატომ ვერ აკეთებთ ამას ახლა, როცა ტექნოლოგია მილიონჯერ უფრო განვითარებულია? თუ მაშინ ეს ღირდა $25 მილიარდ დღევანდელ ფასებში, რატომ არ შეუძლია ამერიკას, რომლის წლიური სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდს აღემატება, გამოყოს ამ თანხის 1%? მაგრამ აქ იწყება ის, რაზეც საჯაროდ ნაკლებად საუბრობენ. 1972 წლის დეკემბერში, როცა აპოლო 18-ის ეკიპაჟი დაბრუნდა დედამიწაზე, მოხდა რაღაც უჩვეულო. პროგრამა, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო აპოლო 20-მდე, უეცრად შეწყდა. არა თანდათანობით, არა ბიუჯეტის ნელი შემცირებით, მკვეთრად და საბოლოოდ. აპოლო 19 და 20, რომლებიც უკვე დაგეგმილი იყო, გაუქმდა. ხელმძღვანელები, რომლებიც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ მთვარე არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, უეცრად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მივახციეთ ჩვენს მიზანს და დროა სხვა პრიორიტეტებზე ვიფიქროთ. რა შეიცვალა? ევჯინ სერნანი, ბოლო ადამიანი მთვარეზე, თავის მოგონებებში წერდა რაღაც უცნაურს. მან აღწერა განცდა, რომელიც ჰქონდა მთვარის ზედაპირზე ყოფნისას. განცდა, რომ ვიღაც გვაკვირდებოდა. მან ეს მიაწერა იზოლაციის ფსიქოლოგიურ ეფექტს, მაგრამ მისი ეკიპაჟის წევრები, ჰარისონ შმიტი და რონალდ ევანსი, მოგვიანებით ასევე საუბრობდნენ უცნაურ შეგრძნებებზე მთვარის ორბიტაზე ყოფნისას. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. აპოლო 11-ის ეკიპაჟმა, ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა დაფიქსირეს რაღაც, რასაც მათ უწოდეს უცნობი ფრენადი ობიექტი, რომელიც მიხვებოდა მათ მთვარისკენ მიმავალ გზაზე. ოფიციალურად ეს იყო მათი რაკეტის მესამე საფეხურის ნაწილი, რომელიც გამოეყო მათგან. მაგრამ ჩანაწერებში, რომლებიც გახდა საჯარო მხოლოდ 2006 წელს, ისინი საუბრობენ ობიექტზე, რომელიც იყო ბევრად უფრო ახლოს ვიდრე უნდა ყოფილიყო და მოძრაობდა უცნაურად. აპოლო 12-ის მისიაზე პიტ კონრადმა და ალან ბინმა დაინახეს რაღაც, რაც მათ აღწერეს როგორც ძალიან ძლიერი სინათლე მთვარის ზედაპირიდან. ეს მოხდა მაშინ, როცა ისინი იმყოფებოდნენ ოკეანეს ქარიშხლების ზონაში, რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი უცნაური მაგნიტური ანომალიებით. აპოლო 13, მისია, რომელიც თითქმის დასრულდა კატასტროფით, განიცადა აფეთქება მთვარისკენ მიმავალ გზაზე. ოფიციალური ვერსია: ჟანგბადის ავზის გაუმართავობა. მაგრამ ჯიმ ლოველი, მისიის კომანდირი, მოგვიანებით ამბობდა, რომ იყო რაღაცეები, რაზეც ჩვენ არასოდეს ვისაუბრეთ საჯაროდ. აპოლო 14-ზე ედგარ მიჩელმა, მე-6 ადამიანმა მთვარეზე, განიცადა რაღაც, რასაც მან თავად უწოდა კოსმიური ცნობიერების გამოცდილება. მან დაათარიღა ეს მთვარიდან დედამიწაზე დაბრუნებისას, როცა უყურებდა დედამიწას, მთვარეს და მზეს ერთდროულად. მან თქვა, რომ იგრძნო ყველაფრის ურთიერთდაკავშირება და რომ სამყარო არის ცნობიერი ორგანიზმი. მიჩელი, რომელიც იყო MIT-ის კურსდამთავრებული და ერთ-ერთი ყველაზე ანალიტიკური გონება NASA-ში, დაათარიღა დარჩენილი ცხოვრება კვანტური ფიზიკისა და ცნობიერების კვლევას. მან დააარსა ნოეთიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი და არასოდეს შეცვალა თავისი ისტორია იმის შესახებ, რაც მან განიცადა. აპოლო 15-ის ეკიპაჟმა, დეივიდ სკოტმა და ჯეიმს ირვინმა დაათარიღეს 3 დღე მთვარის ზედაპირზე და ჩაატარეს ყველაზე ხანგრძლივი გეოლოგიური კვლევა. მათ აღმოაჩინეს ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ დაბადების ქვას, ნიმუში, რომელიც თითქმის 4 მილიარდი წლისაა. მაგრამ ირვინი, რომელიც დაბრუნების შემდეგ გახდა მღვდელი, ამბობდა, რომ მთვარეზე მან იგრძნო ღვთის ყოფნა და რომ იყო რაღაცეები, რაც ჩვენ ნახეთ, მაგრამ არ გვითხრეს გავრცელება. აპოლო 16-ზე ჯონ იანგმა და ჩარლზ დიუკმა გაატარეს 3 დღე დეკარტის მაღლობზე, რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი უცნაური ტოპოგრაფიით. მათ დააფიქსირეს სეისმური აქტივობა, რომელიც არ შეესაბამებოდა არც ერთ ცნობილ მოდელს. მთვარე, რომელიც უნდა იყოს გეოლოგიურად მკვდარი, ავლენდა აქტივობის ნიშნებს. აპოლო 18-ზე ევჯინ სერნანმა და ჰარისონ შმიტმა
ერთადერთმა მეცნიერმა, რომელიც ოდესმე იმყოფებოდა მთვარეზე, გაატარეს 3 დღე ტაურუს ლიტროუს ველში. შმიტი, გეოლოგი პრინსტონის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინა ნარინჯისფერი ნიადაგი. აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მთვარის ვულკანურ ისტორიაზე. მაგრამ შმიტი, რომელიც ცნობილია თავისი სიფრთხილით და სიზუსტით, მოგვიანებით ამბობდა, რომ იყო დაკვირვებები, რომლებიც არ ჯდებოდა ჩვენს გაგებაში. ეს იყო ბოლო მისია. 1972 წლის დეკემბრის 14-ს, როცა აპოლო 18 დაბრუნდა დედამიწაზე, ნასამ გამოაცხადა, რომ მთვარის პროგრამა დასრულებულია. არა შეჩერებულია, დასრულებულია. ებულია. აპოლო 19 და 20, რომლებიც უკვე აშენებული იყო და ელოდნენ გაშვებას, გადაიქცა მუზეუმის ექსპონატებად. რა მოხდა იმ 52 წელში, რაც გავიდა? ჩვენ ვაშენებთ კოსმოსურ ტელესკოპებს, რომლებიც ხედავენ მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე. გზავნით როვერებს მარსზე, რომლებიც მუშაობენ წლების განმავლობაში. გეგმევთ მისიებს ევროპაზე, იუპიტერის მთვარეზე, რომელიც 200 მილიონ კილომეტრშია. მაგრამ მთვარეზე, რომელიც 390,000 კილომეტრშია, არა. SpaceX აშენებს რაკეტებს, რომლებიც დაბრუნდებიან და ხელახლა გამოიყენებიან. ჩინეთი აგზავნის როვერებს მთვარის შორეულ მხარეზე. ინდოეთი დახავს ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე. მაგრამ არც ერთი ქვეყანა არ აგზავნის ადამიანებს. რატომ? ოფიციალური პასუხი ყოველთვის ერთია: ფული. NASA-ს ამბობს, რომ ახალი მთვარის მისია დაჯდება 25-დან 35 მილიარდ დოლარს. ეს არის ბევრი ფული, მაგრამ არა შეუძლებელი თანხა. ამერიკა ხარჯავს ამაზე მეც ერთ თვეში ავღანეთში. ხარჯავს ამაზე მეც ერთ წელიწადში სამხედრო ბაზების შენახვაზე, რომლებიც აღარ გამოიყენება. მაგრამ აქ არის ის, რაც ნაკლებად ამბობენ. 1972 წელს, როცა აპოლო 18 დაბრუნდა, რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება არა მხოლოდ მთვარის პროგრამის შეწყვეტის შესახებ, არამედ მთელი კოსმოსური პოლიტიკის შეცვლის შესახებ. ახალი მიმართულება იყო დედამიწის დაბალი ორბიტა, კოსმოსური შატლი და კოსმოსური სადგური. არა მთვარე, არა მარსი, მხოლოდ დედამიწის გარშემო. ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა NASA-ს მეცნიერებმა, არამედ პოლიტიკოსებმა და სამხედრო ხელმძღვანელებმა. და ეს გადაწყვეტილება მიიღეს დახურულ შეხვედრებზე, რომლის ოქმები დღემდე არის კლასიფიცირებული. რატომ? ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ მთვარეზე აღმოაჩინეს რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. არაუცხო პლანეტელები, ეს იქნებოდა ძალიან მარტივი. რაღაც უფრო რთული და უფრო შემაშფოთებელი. რაღაც, რაც აიძულებდა მთელი კოსმოსური პროგრამის გადახედვას. ვერნერ ფონ ბრაუნი, ადამიანი, რომელმაც შექმნა სატურნ 5 რაკეტა და რომელიც იყო აპოლო პროგრამის არქიტექტორი, 1972 წელს უეცრად გადადგა თანამდებობიდან. მან თქვა, რომ დროა ახალგაზრდებმა გააგრძელონ. მაგრამ მას იყო 5-10 წელი და იყო კარიერის მწვერვალზე. რატომ წავიდა? თომას პეინი, NASA-ს ადმინისტრატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა აპოლო 11-დან 18-მდე მისიებს, ასევე გადადგა 1972 წელს. მან თქვა, რომ მივახციეთ ჩვენს მიზანს. მაგრამ მისი საჯარო გამოსვლები წლების განმავლობაში იყო სავსე ენთუზიაზმით მთვარის ბაზებისა და მარსის მისიების შესახებ. რა შეიცვალა? ჯორჯ ლოუ, NASA-ს მოადგილე ადმინისტრატორი, რომელიც იყო პასუხისმგებელი აპოლო პროგრამის ტექნიკურ მხარეზე, გადადგა 1973 წელს და არასოდეს აღარ ისაუბრა საჯაროდ კოსმოსური პროგრამის შესახებ. 3 ადამიანი, რომლებიც იყვნენ აპოლო პროგრამის ბირთვი, გადადგნენ 1 წლის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს დამთხევა, მაგრამ შეიძლება აქ იწყება ის, რასაც ზოგიერთები უწოდებენ მთვარის ანომალიებს. 1975 წელს NASA-მ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ქრონოლოგიური კატალოგი მთვარის მოვლენების შესახებ. ეს იყო კომპილაცია ყველა დაფიქსირებული უცნაური მოვლენისა მთვარეზე ბოლო 400 წლის განმავლობაში. ანგარიში შეიცავდა 267 შემთხვევას: სინათლის აფეთქებები, უცნაური ჩრდილები, მოძრავი ობიექტები, ფერის ცვლილებები. 267 შემთხვევა 400 წელიწადში. ეს არის დაახლოებით 1 შემთხვევა ყოველ 2 წელიწადში. არა ბევრი, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ იყოს შაბლონი. მაგრამ აქ არის საინტერესო. ამ შემთხვევების უმეტესობა 190 მოხდა მთვარის გარკვეულ რეგიონებში. ოკეანის ქარიშხლების ზონა. არისტარქოსის კრატერი, პლატონის კრატერი, ალფონსოს კრატერი. ეს რეგიონები, რომლებიც შეადგენენ მთვარის ზედაპირის 5%-ზე ნაკლებს, აკუმულირებენ 90% ყველა დაფიქსირებული ანომალიისა. რატო? ერთ-ერთი ახსნა არის ვულკანური აქტივობა. მთვარე თეორიულად უნდა იყოს გეოლოგიურად მკვდარი. მისი ბირთვი გაცივებულია მილიარდობით წლის წინ. მაგრამ აპოლო მისიებმა დააფიქსირეს სეისმური აქტივობა, არა ძლიერი, მაგრამ რეგულარული. მთვარე ზარს რეკავს, როგორც ზარი, როცა მასზე ვარდება მეტეორიტები.
ეს ნიშნავს, რომ მისი შიდა სტრუქტურა არის ძალიან განსხვავებული იმისგან, რასაც ვფიქრობდით, მაგრამ ეს არ ხსნის სინათლის აფეთქებებს. 1790 წელს ნოემბერში ასტრონომებმა დააფიქსირეს ძლიერი სინათლის აფეთქება მთვარის ზედაპირზე, ოკეანეს ქარიშხლების ზონაში. აფეთქება გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში და იყო ხილული შიშველი თვალით. 1830 წელს ასტრონომი ჯონ ჰერშელმა დააფიქსირა მოძრავი სინათლის წერტილები არისტარქოსის კრატერში. მან აღწერა ისინი როგორც ვარსკვლავების მსგავსი, მაგრამ უფრო ნათელი და მოძრავი ორგანიზებულად. 1855 წელს ასტრონომი ჯონ ჰინდმა დააფიქსირა წითელი სინათლის აფეთქება პლატონის კრატერში, რომელიც გაგრძელდა 1 საათის განმავლობაში. 1930 წელს ასტრონომებმა დააფიქსირეს ნათელი ციმციმი ალფონსოს კრატერში, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს შემთხვევები დაფიქსირდა დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ეპოქებში. ისინი არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ყველა მათგანი აღწევდა მსგავს მოვლენებს მსგავს ადგილებში. რა იყო ეს? NASA-ს ოფიციალური ახსნა არის მეტეორიტული დარტყმები. როცა მეტეორიტი ეჯახება მთვარის ზედაპირს, ის ქმნის სინათლის აფეთქებას. ეს არის ლოგიკური ახსნა, მაგრამ ის არ ხსნის, რატომ ეს აფეთქებები ხდება ძირითადად იმავე რეგიონებში. მეტეორიტები ვარდებიან შემთხვევით. ისინი არ უნდა ამჯობინებდნენ გარკვეულ ადგილებს და ის არ ხსნის მოძრავ სინათლეებს. აპოლო 11-ის მისიაზე, როცა ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი იმყოფებოდნენ მთვარის ზედაპირზე, ჰიუსტონის კონტროლის ცენტრმა დააფიქსირა უცნაური რადიოხმაური. ეს იყო არა სტატიკური ხმაური, არამედ რიტმული, თითქმის მუსიკალური ხმა. ჩანაწერები ამის შესახებ გახდა საჯარო მხოლოდ 2008 წელს, როცა NASA-მ გაათავისუფლა ნაწილი თავისი არქივებისა. არმსტრონგი და ოლდრინი არასოდეს ისაუბრეს ამაზე საჯაროდ, მაგრამ მაიკლ კოლინზი, რომელიც რჩებოდა ორბიტაზე, მოგვიანებით ამბობდა, რომ იყო რაღაცეები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით არ ვესაუბრეთ. რაზე? აპოლო 12-ის მისიაზე პიტ კონრადმა და ალან ბინმა დაათარიღეს 34 საათი მთვარის ზედაპირზე. მათ დააფიქსირეს რაღაც, რასაც უწოდეს ელექტროსტატიკური მთვერის ღრუბლები. მთვრის ნაწილაკები, რომლებიც ტრიალებდნენ ჰაერში, თითქმის ორგანიზებულად, ფორმირებდნენ შაბლონებს. ეს არ უნდა იყოს შესაძლებელი. მთვარეს არ აქვს ატმოსფერო, არ არის ქარი. მთვერი უნდა დაეცეს დაუყოვნებლივ, მაგრამ ეს მთვერი არ ეცემოდა, ის ტრიალებდა. რატომ? ერთ-ერთი ახსნა არის ელექტროსტატიკური მუხტი. მთვარის ზედაპირი, რომელიც ექვემდებარება მზის ქარს და კოსმოსურ გამოსხივებას, იძენს ელექტრულ მუხტს. ეს მუხტი შეიძლება აიწიოს მთვრის ნაწილაკები. ეს არის ლოგიკური ახსნა, მაგრამ ის არ ხსნის, რატომ ეს მთვერი ფორმირებდა შაბლონებს, თითქმის გეომეტრიულ ფიგურებს. კონრადი და ბინი გადაიღეს ფოტოები ამ მოვლენისა. ფოტოები არის NASA-ს არქივში, მაგრამ ისინი არასოდეს გამოქვეყნებულა ფართო საზოგადოებისთვის. ოფიციალური მიზეზი: დაბალი ხარისხი და სამეცნიერო ღირებულების ნაკლებობა. მაგრამ თუ ისინი არ ჰქონდათ სამეცნიერო ღირებულება, რატომ გადაიღეს? აპოლო 14-ის მისიაზე ედგარ მიტჩელმა და ალან შეპარდმა გაატარეს 21 საათი მთვარის ზედაპირზე. მიტჩელი, რომელიც იყო მითის კურსდამთავრებული და ჰქონდა და დოქტორის ხარისხი აერონავტიკაში, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელზეც NASA-ს არ უთხრა წინასწარ. მან სცადა ტელეპათიური კომუნიკაცია დედამიწაზე მყოფ ადამიანებთან. 4 ადამიანი 4 სხვადასხვა ქალაქში ცდილობდნენ მიიღონ სიმბოლოები, რომლებსაც მიტჩელი გზავნიდა მთვარით. ექსპერიმენტი მიტჩელის თქმით იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წარმატებული. 4-ვე მონაწილე მიიღო სიმბოლოები, რომლებიც შეესაბამებოდა იმას, რასაც მიტჩელი გზავნიდა. უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე შემთხვევითობა ახსნიდა. როცა მიტჩელმა დაბრუნების შემდეგ ისაუბრა ამაზე, NASA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს იყო პირადი ექსპერიმენტი, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი მისიასთან. მაგრამ აქ არის საინტერესო. მიტჩელმა გამოიყენა მისიის ოფიციალური დრო და აღჭურვილობა ამ ექსპერიმენტისთვის. თუ ეს იყო მხოლოდ პირადი ინიციატივა, როგორ მიიღო ნებართვა? მიტჩელი დაათარიღა დარჩენილი ცხოვრება იმის შესწავლას, რასაც მან უწოდა ცნობიერების ფიზიკა. მან დააარსა ნოეტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, რომელიც კვლავს მუშაობს დღესაც. მან ჩაატარა ასობით ინტერვიუ, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ სამყარო არის ცნობიერი სისტემა და რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. მაგრამ ერთ რამეზე მან არასოდეს ისაუბრა დეტალურად. რა ნახა მან მთვარეზე, რამაც შეცვალა მისი მსოფლმხედველობა. მან ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო კოსმიური ცნობიერების გამოცდილება დაბრუნების დროს. მაგრამ მისი კოლეგები ამბობდნენ, რომ მიტჩელი შეიცვალა არა დაბრუნების შემდეგ, არამედ მთვარეზე ყოფნის დროს. რა მოხდა იქ? აპოლო 15-ის მისიაზე დეივიდ სკოტმა და ჯეიმს ირვინმა გაატარეს 3 დღე ჰადლის რილის რეგიონში,
ერთ-ერთ ყველაზე გეოლოგიურად საინტერესო ადგილას მთვარეზე. მათ ჰქონდათ პირველი მთვარის როვერი, მცირე ელექტრომანქანა, რომელმაც საშუალება მისცა მათ გაევლოთ 27 კილომეტრი. მათ აღმოაჩინეს დაბადების ქვა, რომელიც თითქმის 4 მილიარდი წლისაა, ერთ-ერთი უძველესი ობიექტი, რომელიც ოდესმე იპოვეს. მაგრამ მათ ასევე აღმოაჩინეს რაღაც სხვა, რაღაცეც ნაკლებად საუბრობენ. სკოტმა და ირვინმა დააფიქსირეს მაგნიტური ანომალიები. ადგილები, სადაც მაგნიტური ველი იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. მთვარეს არ აქვს გლობალური მაგნიტური ველი, მისი ბირთვი გაცივებულია, მაგრამ ზოგიერთ ადგილას ლოკალური მაგნიტური ველები არის 100-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე დედამიწაზე. როგორ? ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ ეს არის ძველი ვულკანური აქტივობის ნაშთები. როცა ლავა გაცივდება მაგნიტურ ველში, ის იმახსოვრებს ამ ველს, მაგრამ ეს არ ხსნის, რატომ ეს ველები არის ასე ძლიერი და ასე ლოკალიზებული. სკოტი და ირვინი დაბრუნდნენ დედამიწაზე შეცვლილები. სკოტი, რომელიც იყო სამხედრო პილოტი და ცნობილი თავისი ემოციური თავშეკავებით, მოგვიანებით ამბობდა, რომ მთვარეზე მან იგრძნო რაღაც, რისი აღწერაც არ შემიძლია. ირვინი, რომელიც დაბრუნების შემდეგ გახდა მღვდელი და დაათარირა ცხოვრება რელიგიურ მოღვაწეობას, ამბობდა, რომ მთვარეზე მან შეხვდა ღმერთს. ორი ადამიანი, ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია. მაგრამ ორივე მათგანი საუბრობდა იმაზე, რომ მათ განიცადეს რაღაც, რაც შეცვალა მათი ცხოვრება. რა იყო ეს? აპოლო 16-ის მისიაზე ჯონ იანგმა და ჩარლზ დიუკმა გაატარეს 3 დღე დეკარტის მაღლობზე. ეს იყო რეგიონი, რომელიც არჩეული იყო იმიტომ, რომ მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იქ შეიძლება იყოს ვულკანური აქტივობის კვალი. მათ უნდა შეეგროვებინათ ნიმუშები, რომლებიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ამ თეორიას. მათ აღმოაჩინეს, რომ დეკარტის მაღლობი არ იყო ვულკანური. ის იყო შედეგი მეტეორიტული დარტყმისა, უზარმაზარი დარტყმა, რომელმაც შექმნა მთელი რეგიონი. მაგრამ მათ ასევე აღმოაჩინეს რაღაც უცნაური. ქვები, რომლებიც ჰქონდათ უცნაური კრისტალური სტრუქტურა, რომელიც არ შეესაბამებოდა არც ერთ ცნობილ მოდელს. ეს ქვები გაიგზავნა დედამიწაზე და გაანალიზდა. შედეგები იყო უცნაური. ქვებს ჰქონდათ კრისტალები, რომლებიც ფორმირდებოდა პირობებში, რომლებიც არ უნდა არსებულიყო მთვარეზე. ძალიან მაღალი წნევა და ძალიან მაღალი ტემპერატურა, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მეტეორიტული დარტყმა შეიძლება შექმნას. როგორ? NASA-ს ოფიციალური ახსნა იყო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველაფერი მთვარის გეოლოგიის შესახებ. ეს არის პატიოსანი პასუხი, მაგრამ ის არის ასევე პასუხი, რომელიც არაფერს ხსნის. იანგი და დიუკი დაბრუნდნენ დედამიწაზე და გააგრძელეს თავიანთი კარიერა NASA-ში. მათ არასოდეს ისაუბრეს საჯაროდ რაიმე უცნაურზე. მაგრამ დიუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა ქრისტიანული მოძღვარი, ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მთვარეზე ყოფნა მას სწავლა, რომ სამყარო არის ბევრად უფრო რთორთვა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. რა იგულისხმება მან? აპოლო 18-ის მისიაზე, ბოლო მისიაზე, ევჯინ სერნანმა და ჰარისონ შმიტმა გაატარეს 3 დღე ტაურუს ლიტროუს ველში. შმიტი იყო ერთადერთი პროფესიონალი მეცნიერი, რომელიც ოდესმე იმყოფებოდა მთვარეზე. გეოლოგი პრისტონის უნივერსიტეტიდან, სპეციალისტი მთვარის გეოლოგიაში. მან აღმოაჩინა ნარინჯისფერი ნიადაგი. აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება მთვარის ისტორიისა. ეს ნიადაგი იყო მინის მძივები, მცირე სფეროები, რომლებიც ფორმირდებოდა ვულკანურ ამოფრქვევაში. ეს ნიშნავდა, რომ მთვარე იყო ვულკანურად აქტიური ბევრად უფრო გვიან, ვიდრე ვფიქრობდით. არა 4 მილიარდი წლის წინ, არამედ 3 მილიარდი წლის წინ. მაგრამ შმიტმა აღმოაჩინა ასევე რაღაც სხვა. მან დააფიქსირა გაზის ემისიები, მცირე რაოდენობით გაზი, რომელიც გამოდიოდა მთვარის ზედაპირიდან. ეს არ უნდა იყოს შესაძლებელი. მთვარე არის ვაკუუმი, არ არის ატმოსფერო. საიდან მოდიოდა ეს გაზი? შმიტმა აიღო ნიმუშები და გაიგზავნა დედამიწაზე. ანალიზმა აჩვენა, რომ გაზი იყო ჰელიუმ-3 იზოტოპი, რომელიც იშვიათია დედამიწაზე, მაგრამ ხშირია მზის ქარში. ეს ნიშნავდა, რომ მთვარის ზედაპირი სუნთქავს, ის შთანთქავს მზის ქარს და ათავისუფლებს გაზს. მაგრამ აქ არის საინტერესო. გაზის ემისიები არ იყო თანაბარი. ისინი იყო უფრაბარი გარკვეულ ადო უფრო ძლიერი გარკვეულ ადგილებში. იმავე ადგილებში, სადაც იყო მაგნიტური ანომალიები და სადაც დაფიქსირდა სინათლის აფეთქებები. ეს იყო შაბლონი, რომელიც არ უნდა არსებულიყო. შმიტი და სერნანი დაბრუნდნენ დედამიწაზე 1972 წლის დეკემბერში. ისინი იყვნენ ბოლო ადამიანები მთვარეზე. სერნანმა სანამ დატოვებდა მთვარის ზედაპირს თქვა: ჩვენ წავედით, როგორც ჩვენ მოვედით, და ღმერთის ნებით, დავბრუნდებით მშვიდობით და იმედით, მთელი კაცობრიობისთვის. მაგრამ ისინი არ დაბრუნდნენ. რატომ? აქ იწყება ის, რასაც ზოგიერთები უწოდებენ დიდ დუმილს. 1972 წლის დეკემბრიდან 1973 წლამდე, 3 წლის განმავლობაში,
NASA-ში მოხდა რაღაც უცნაური. ათობით მეცნიერი და ინჟინერი, რომლებიც მუშაობდნენ აპოლო პროგრამაზე, გადადგნენ ან გადავიდნენ სხვა დეპარტამენტებში. ზოგიერთი მათგანი წავიდა კერძო სექტორში, ზოგიერთი უბრალოდ გაქრა საჯარო ცხოვრებიდან. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი, პროგრამა დასრულდა, ადამიანები გადავიდნენ სხვა პროექტებზე. მაგრამ აქ არის საინტერესო. ბევრი მათგანი წავიდა ერთდროულად, 1963 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში. რა მოხდა 1963 წელს? ოფიციალურად არაფერი. ეს იყო ჩვეულებრივი წელი. კოსმოსური შატლის პროგრამა იყო განვითარების ეტაპზე. Skylab-ი, პირველი ამერიკული კოსმოსური სადგური, იყო დაგეგმილი გაშვებისთვის. ყველაფერი იყო ნორმალურად. მაგრამ 1963 წელს, ივნისში, მოხდა რაღაც, რაზეც ნაკლებად საუბრობენ. NASA-მ გამართა დახურული შეხვედრა. შეხვედრა, რომელზეც დასწრებოდნენ მხოლოდ უმაღლესი ხელმძღვანელები და რამდენიმე სამხედრო წარმომადგენელი. შეხვედრის ოქმები დღემდე არის კლასიფიცირებული. რაზე იყო ეს შეხვედრა? ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება მთვარის პროგრამის საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ. არა იმიტომ, რომ არ იყო ფული, არამედ იმიტომ, რომ იყო რაღაც, რაც აიძულებდა ამის გაკეთებას. რა იყო ეს რაღაც? აქ ჩვენ შევდივართ სპეკულაციის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს სპეკულაცია ეფუძნება ფაქტებს. ფაქტებს, რომლებიც არის საჯარო ჩანაწერებში, მაგრამ რომლებიც იშვიათად განიხილება ერთად. პირველი ფაქტი. ყველა აპოლო მისიამ დააფიქსირა უცნაური მოვლენები. სინათლის აფეთქებები, მაგნიტური ანომალიები, გაზის ემისიები, ელექტროსტატიკური მტვერი. ეს მოვლენები იყო კონცენტრირებული გარკვეულ რეგიონებში. მეორე ფაქტი. ყველა ასტრონავტი, რომელიც იმყოფებოდა მთვარეზე, საუბრობდა უცნაურ შეგრძნებებზე. შეგრძნებები, რომლებიც მათ არ შეეძლოთ ზუსტად აღწერა, მაგრამ რომლებიც შეცვალა მათი მსოფლმხედველობა. მესამე ფაქტი. NASA-მ უეცრად შეწყვიტა მთვარის პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია იყო მზად, ბიუჯეტი იყო გამოყოფილი და საჯარო მხარდაჭერა იყო მაღალი. მეოთხე ფაქტი. ათობით ადამიანი, რომლებიც იყვნენ პროგრამის ბირთვში, გადადგნენ ან გაქრნენ საჯარო ცხოვრებიდან 1963 წელს. მეხუთე ფაქტი. ყველა დოკუმენტი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილებას მთვარის პროგრამის შეწყვეტის შესახებ, დღემდე არის კლასიფიცირებული. ეს ხუთი ფაქტი თავისთავად არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან შაბლონს. შაბლონს, რომელიც ვარაუდობს, რომ იყო რაღაც, რაზეც საჯაროდ არ საუბრობენ. რა შეიძლება იყოს ეს რაღაც? ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ მთვარეზე აღმოაჩინეს მტკიცებულება უცხოპლანეტელი ცივილიზაციისა. არა უცხოპლანეტელები თავად, არამედ მათი არსებობის კვალი. სტრუქტურები, ობიექტები ან ტექნოლოგია, რომელიც ნათლად არ იყო ბუნებრივი. ეს თეორია ჟღერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ აქ არის საინტერესო. რამდენიმე ასტრონავტი, მათ შორის ედგარ მიტჩელი და გორდონ კუპერი, მოგვიანებით საჯაროდ ამბობდნენ, რომ ისინი თვლიან, რომ უცხოპლანეტელი ცხოვრება არსებობს და რომ მთავრობებს აქვთ ინფორმაცია, რომელსაც არ ავრცელებენ. მიტჩელი კერძოდ ამბობდა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო სამყაროში და რომ არსებობს მტკიცებულება კონტაქტისა. მან არასოდეს თქვა, რომ ეს მტკიცებულება იყო მთვარეზე, მაგრამ მან ასევე არასოდეს უარყო ეს. კუპერი, რომელიც იყო ერთ-ერთი ორიგინალი ასტრონავტი მერკური პროგრამიდან, ამბობდა, რომ მან პირადად დაინახა UFO და რომ NASA იცის ბევრად მეტი ვიდრე ამბობს. ეს არის ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ NASA-ს ელიტაში, რომლებსაც ჰქონდათ ცდომა კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე და რომლებიც საჯაროდ ამბობდნენ, რომ არსებობს რაღაც, რაზეც არ საუბრობენ. მაგრამ აქ არის პრობლემა ამ თეორიასთან. თუ მთვარეზე აღმოაჩინეს უცხოპლანეტელი ტექნოლოგია, რატომ შეწყვიტეს პროგრამა? ლოგიკა ამბობს, რომ ეს იქნებოდა მიზეზი პროგრამის გაფართოებისთვის, არა შეწყვეტისთვის. აღმოჩენა, რომელიც დაადასტურებდა უცხოპლანეტელი ცხოვრების არსებობას, იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ადამიანის ისტორიაში. გარდა იმისა, თუ ეს აღმოჩენა იყო შემაშფოთებელი. წარმოიდგინეთ, რომ მთვარეზე აღმოაჩინეს არაუბრალოდ მტკიცებულება უცხოპლანეტელი ცხოვრებისა, არამედ მტკიცებულება იმისა, რომ ეს ცხოვრება აკვირდებოდა ჩვენ. რომ მთვარე არის არაუბრალოდ ბუნებრივი თანამგზავრი, არამედ დაკვირვების პუნქტი. რომ ჩვენ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვიყავით ობიექტი შესწავლისა. ეს იქნებოდა აღმოჩენა, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ რელიგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკას. ეს იქნებოდა აღმოჩენა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოდა პანიკა, სოციალური არეულობა ან თუნდაც ომები. და ეს იქნებოდა აღმოჩენა, რომელიც მთავრობები შეიძლება გადაწყვიტონ დამალვა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი თეორია. არსებობს სხვა. მეორე თეორია ამბობს, რომ მთვარეზე აღმოაჩინეს არა უცხოპლანეტელი ტექნოლოგია, არამედ რაღაც, რაც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს გაგებას ფიზიკისა. მოვლენა ან ეფექტი, რომელიც არ ჯდებოდა არც ერთ ცნობილ თეორიაში.
მაგნიტური ანომალიები, რომლებიც იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. გაზის ემისიები, რომლებიც მოდიოდა ობიექტიდან, რომელიც უნდა იყოს მკვდარი. ელექტროსტატიკური მტვერი, რომელიც ფორმირებდა შაბლონებს. სინათლის აფეთქებები, რომლებიც ხდებოდა რეგულარულად იმავე ადგილებში. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ნიშნები რაღაცისა, რასაც ჩვენ არ ვიცით. ფიზიკური მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ჩვენს სახელმძღვანელოებში. და თუ ეს მოვლენა იყო საშიში. წარმოიდგინეთ, რომ მთვარეზე აღმოაჩინეს, რომ გარკვეულ რეგიონებში არსებობს ენერგიის ველები, რომლებიც შეიძლება იყოს საშიში ადამიანებისთვის. არა დაუყოვნებლივ საშიში, არამედ გრძელვადიანი ზემოქმედებით. რადიაცია, რომელიც არ ფიქსირდება ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით. ველები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე. ეფექტები, რომლებიც ვლინდება წლების შემდეგ. ეს იქნებოდა მიზეზი პროგრამის შეცვლადისთვის. არა იმიტომ, რომ ტექნიკურად შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან საშიშია. მაგრამ აქ არის პრობლემა ამ თეორიასთან. თუ მთვარე იყო საშიში, რატომ არ ამბობენ ამას საჯაროდ? რატომ არ გამოაცხადეს, რომ ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ მთვარე არის უფრო საშიში, ვიდრე ვფიქრობდით და ამიტომ წყვეთ პროგრამას? პასუხი შეიძლება იყოს პოლიტიკური. 1972 წელს ცივი ომი იყო თავის მწვერვალზე. ამერიკა და საბჭოთა კავშირი იყვნენ კონკურენციაში კოსმოსში. აღიარება, რომ მთვარე იყო საშიში, იქნებოდა აღიარება სისუსტისა. აღიარება, რომ ამერიკა ვერ შეძლო გაგრძელება იმისა, რაც საბჭოთა კავშირი შეიძლება შეძლოს. და ეს იქნებოდა აღიარება, რომელიც შეიძლება გამოეყენებინათ მოწინააღმდეგეებს. მაგრამ არსებობს მესამე თეორია. თეორია, რომელიც არის ნაკლებად დრამატული, მაგრამ შეიძლება უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან. ეს თეორია ამბობს, რომ მთვარის პროგრამა შეწყდა არა იმიტომ, რომ აღმოაჩინეს რაღაცა შემაშფოთებელი, არამედ იმიტომ, რომ ვერ აღმოაჩინეს არაფერი საინტერესო. მთვარე, როგორც აღმოჩნდა, იყო მოსაწყენი. 6 მისია, 12 ადამიანი, 391 კილოგრამი ქვები და ნიადაგი, 1000-ობით ფოტო, 100-ობით ექსპერიმენტი. და რა აღმოაჩინეს? რომ მთვარე არის მკვდარი ქვა, რომ მას არ აქვს ატმოსფერო, არ აქვს წყალი, არ აქვს ცხოვრება, რომ მისი ზედაპირი არის დაფარული მთვრით და ქვები დაფარული მთვრით და ქვებით, რომლებიც არის თითქმის იდენტური დედამიწის ქვებთან, რომ მისი გეოლოგია არის მარტივი და გასაგები. მთვარე, როგორც აღმოჩნდა, არ იყო ის, რასაც ელოდნენ. ის არ იყო კარიბჭე სამყაროსკენ, ის არ იყო ადგილი, სადაც შეიძლება აშენება ბაზები და კოლონიები. ის იყო უბრალოდ მთვარე. და როცა ეს გახდა ნათელი, პოლიტიკური ინტერესი გაქრა. კონგრესი, რომელიც აფინანსებდა პროგრამას, დაიწყო კითხვა. რატომ ხარჯავთ მილიარდობით დოლარს იმისთვის, რომ შევაგროვოთ კიდევ ქვები? და NASA-ს არ ჰქონდა კარგი პასუხი. ეს თეორია არის ნაკლებად აღმაფრთოვანებელი, ვიდრე უცხო პლანეტელები ან საიდუმლო ფიზიკა, მაგრამ ის ხსნის ფაქტებს. ის ხსნის, რატომ პროგრამა შეწყდა უეცრად. არა იმიტომ, რომ იყო საიდუმლო, არამედ იმიტომ, რომ არ იყო საინტერესო. მაგრამ ეს თეორია არ ხსნის ყველაფერს. ის არ ხსნის, რატომ დოკუმენტები დღემდე არის კლასიფიცირებული. ის არ ხსნის, რატომ ათობით ადამიანი გადადგა ერთდროულად. ის არ ხსნის, რატომ ასტრონავტები საუბრობენ უცნაურ შეგრძნებებზე და რაღაცეებზე, რაზეც არ ვისაუბრეთ. და ის არ ხსნის, რატომ 52 წლის შემდეგ არც ერთი ქვეყანა არ აგზავნის ადამიანებს მთვარეზე. ჩინეთი გეგმავს მთვარის ბაზას, ინდოეთი გეგმავს დასახლებულ მისიას. ევროპის კოსმოსური სააგენტო საუბრობს მთვარის სოფელზე. SpaceX ამბობს, რომ შეუძლია მიაწოდოს ადამიანები მთვარეზე 5 წელიწადში, მაგრამ არც ერთი მათგანი ჯერ არ გააკეთა ეს. რატო? პასუხი შეიძლება იყოს ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, და ის იწყება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით, ტექნოლოგიის თავადარსში. 1969 წელს, როცა ნილ არმსტრონგი დადგა მთვარის ზედაპირზე, მთელი მისიის კონტროლი ხორციელდებოდა კომპიუტერით, რომლის სიმძლავრე იყო თანამედროვე კალკულატორის დონეზე. Apollo Guidance კომპიუტერს ჰქონდა 4 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება. 4 კილობაიტი. თქვენი smartphone, რომელიც ახათ ჯიბეშია, არისლა თქვენს ჯიბეშია, არის მილიონჯერ უფრო ძლიერი. მაგრამ აი რაც უცნაურია, ეს კომპიუტერი მუშაობდა იდეალურად. არც ერთ Apollo მისიაზე არ მომხდარა კომპიუტერული შეცდომა, რომელმაც გამოიწვია კატასტროფა. სისტემა, რომელიც იყო მილიონჯერ უფრო მარტივი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვიყენებთ დღეს, იყო მილიონჯერ უფრო საიმედო. როგორ? პასუხი არის არა ტექნოლოგიაში, არამედ ფილოსოფიაში. Apollo პროგრამა აშენდა პრინციპზე, რომელსაც ინჟინერები უწოდებენ სიმარტივის ელეგანტურობას. ყველა სისტემა იყო შექმნილი იმისთვის, რომ აკეთებდეს ერთ რამეს და აკეთებდეს მას სრულყოფილად. არ იყო ზედმეტი ფუნქციები, არ იყო რთული ინტერფეისი, მხოლოდ ის, რაც აბსოლუტურად აუცილებელი იყო.
ეს იყო ინჟინერია, რომელიც დაფუძნებული იყო არა იმაზე, რაც შესაძლებელია, არამედ იმაზე, რაც აუცილებელია. და აქ იწყება პირველი პრობლემა თანამედროვე მთვარის მისიებისთვის. დღეს, როცა NASA ან SpaceX ან ჩინეთი ან ინდოეთი გეგმავს მთვარის მისიას, ისინი არ შეუძლიათ გამოიყენონ აპოლოს ფილოსოფია. იმიტომ რომ თანამედროვე საზოგადოება მოითხოვს არა სიმარტივეს, არამედ სირთულეს. მოითხოვს კამერებს, რომლებიც გადასცემენ ცოცხალ ვიდეოს. მოითხოვს კომუნიკაციის სისტემებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ასტრონავტებს ესაუბრონ ოჯახებთან რეალურ დროში. მოითხოვს სამეცნიერო ინსტრუმენტებს, რომლებიც აკეთებენ ასობით გაზომვას წამში. ყველა ეს სისტემა მოითხოვს ენერგიას, მოითხოვს წონას, მოითხოვს სივრცეს და ყველაზე მთავარი, მოითხოვს რისკს. რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო მეტი რამ შეიძლება წავიდეს არასწორად. აპოლო 19-ის მისია თითქმის დასრულდა კატასტროფით, იმიტომ რომ ერთი ჟანგბადის ავზის გამაერთიანებელი გაიჭედა. ერთი მცირე დეტალი, რომელიც ღირდა $2, თითქმის მოკლა 3 ადამიანი და დაასრულა მთელი პროგრამა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ ეს მისია ჰქონდა ყველა ის სისტემა, რომელსაც ჩვენ დღეს მოვითხოვთ. ათობით დამატებითი სისტემა, ასობით დამატებითი დეტალი, ათასობით დამატებითი წეტალითი წერტილი, სადაც რაღაც შეიძლება წავიდეს არასწორად. ეს არის პირველი მიზეზი, რატომ ჩვენ არ ბრუნდებით მთვარეზე, იმიტომ რომ ჩვენ გავხადეთ ეს ძალიან რთული. მაგრამ არსებობს მეორე მიზეზი, რომელიც უფრო ღრმაა და უფრო შემაშფოთებელი. 1969 წელს, როცა აპოლო 11 გაფრინდა მთვარისკენ, მთელი ამერიკა უყურებდა. 600 მილიონ ადამიანს მთელ მსოფლიოში უყურებდა ტელევიზორით. ეს იყო მომენტი, როცა მთელი კაცობრიობა იყო გაერთიანებული ერთი მიზნით. დღეს, როცა SpaceX უშვებს რაკეტას, რამდენი ადამიანი უყურებს? რამდენიმე მილიონი. შესაძლოა 10 მილიონი თუ ეს არის განსაკუთრებული მისია, მაგრამ არა 600 მილიონი. რა შეიცვალა? ჩვენ შევჩუეთ კოსმოსს. ჩვენთვის კოსმოსური ფრენა, სმოსური ფრენა აღარ არის მოვლენა, ის არის რუტინა. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური ტრიალებს ჩვენს თავზე. ვიცით, რომ ასტრონავტები ცხოვრობენ იქ თვეების განმავლობაში. ვიცით, რომ SpaceX უშვებს რაკეტებს ყოველ კვირას. კოსმოსი გახდა ჩვეულებრივი. და ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ მთვარის მისია არ არის ჩვეულებრივი. ის არის ძალიან ძვირი, ძალიან რისკიანი და ძალიან რთული. და იმისთვის, რომ გაამართლო ეს ხარჯი, რისკი და სირთულე საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა. მაგრამ როგორ მიირებს საზოგადოების მხარდაჭერას, როცა საზოგადოება აღარ აინტერესებს? 1969 წელს მთვარის მისია იყო პოლიტიკური აუცილებლობა. ეს იყო ცივი ომის ნაწილი, დემონსტრაცია იმისა, რომ ამერიკა იყო ტექნოლოგიურად უპირატესი საბჭოთა კავშირზე. ეს იყო არა მხოლოდ სამეცნიერო მისია, ეს იყო იდეოლოგიური ომის ბრძოლა. დღეს ცივი ომი დასრულებულია. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ჩინეთი, რომელიც შეიძლება იყოს ახალი კონკურენტი, ჯერ კიდევ არის 10 წლეობით უკან კოსმოსურ ტექნოლოგიაში. არ არის იმ სახის პოლიტიკური წნეხი, რომელიც იყო 60-იან წლებში. და ამიტომ მთვარის მისია გახდა არა პოლიტიკური აუცილებლობა, არამედ სამეცნიერო ლუქსი. რაღაც, რაც კარგი იქნებოდა ქონოდა, მაგრამ არა აუცილებელია. მაგრამ აქ არის საინტერესო. ბოლო 5 წლის განმავლობაში რაღაც იცვლება. 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა არტემის პროგრამა. ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ადამიანების დაბრუნება მთვარეზე 2025 წლისთვის. პროგრამა, რომელიც არ არის მხოლოდ ვიზიტი, არამედ მუდმივი ყოფნა. მთვარის ბაზა, მთვარის სადგური ორბიტაზე. ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, იცხოვრონ და იმუშაონ მთვარეზე. ეს არის ამბიციური გეგმა. შესაძლოა ძალიან ამბიციური. არტემის პროგრამის ბიუჯეტი არის $35 მილიარდი, თითქმის იგივე, რაც აპოლო პროგრამა ღირდა დღევანდელ ფასებში. მაგრამ აქ არის განსხვავება. აპოლო პროგრამა იყო 6 მისია 10 წლის განმავლობაში. არტემისი გეგმავს მუდმივ ყოფნას. მისიები ყოველწლიურად, შესაძლოა ყოველ 6 თვეში. ეს ნიშნავს, რომ ხარჯი არ იქნება ერთჯერადი, ის იქნება მუდმივი. $35 მილიარდი არის მხოლოდ დასაწყისი. რეალური ხარჯი 10 წლეულების განმავლობაში შეიძლება იყოს 100 მილიარდზე მეტი. და აქ იწყება კითხვა. ღირს თუ არა? NASA-ს პასუხი არის დიახ, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომელსაც თქვენ ელოდებით. არტემის პროგრამის ოფიციალური მიზანი არ არის მხოლოდ მთვარეზე დაბრუნება. ის არის მთვარის გამოყენება როგორც ტრენინგის ადგილი მარსისთვის. იდეა არის ის, რომ მთვარე, რომელიც არის 3 დღის მანძილზე, არის იდეალური ადგილი იმისთვის, რომ ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ სხვა პლანეტაზე, სანამ წავალთ მარსზე, რომელიც არის 6 თვის მანძილზე. ძილზე, ეს არის ლოგიკური არგუმენტი, მაგრამ ის ბადებს კითხვას. თუ მიზანი არის მარსი,
რატომ ხარჯავთ 100 მილიარდ დოლარს მთვარეზე? რატომ არ წავავთ პირდაპირ მარსზე? პასუხი, რომელსაც NASA არ ამბობს ხმამაღლა, არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ წავიდეთ მარსზე. არა ტექნიკურად. ტექნიკურად ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ბიოლოგიურად. ადამიანის სხეული არ არის შექმნილი კოსმოსური ფრენისთვის. 6 თვე კოსმოსში, მიმავალ გზაზე მარსისკენ, ნიშნავს 6 თვეს მიკროგრავიტაციაში. 6 თვე, რომლის განმავლობაშიც თქვენი ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, თქვენი კუნთები ატროფირდებიან, თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა იცვლება და თქვენი იმუნური სისტემა სუსტდება. და ეს არის მხოლოდ მიმავალი გზა. მარსზე, სადაც გრავიტაცია არის დედამიწის 72%, თქვენი სხეული გააგრძელებს დეგრადაციას. და შემდეგ არის დაბრუნების გზა. კიდევ 6 თვე კოსმოსში. სულ 1 წელი და ნახევარი. 1 წელი და ნახევარი, რომლის განმავლობაშიც თქვენი სხეული ნელ-ნელა იშლება. ჩვენ არ ვიცით, შეუძლია თუ არა ადამიანის სხეულს გადარჩენა ამის. ჩვენ ვიცით, რომ ასტრონავტები, რომლებიც ატარებენ 6 თვეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ბრუნდებიან დასუსტებულები. მათ სჭირდებათ თვეები რეაბილიტაციისთვის. ზოგიერთი მათგანი არასოდეს აღდგება სრულად. მაგრამ საერთაშორისო კოსმოსური სადგური არის დედამიწის დაბალ ორბიტაზე. თუ რაიმე მოხდება, ასტრონავტები შეიძლება დაბრუნდნენ რამდენიმე საათში. მარსზე თუ რაიმე მოხდება, დახმარება არის 6 თვის მანძილზე. ეს არის რისკი, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვართ მზად მივიღოთ. და ამიტომ მთვარე, რომელიც არის 3 დღის მანძილზე, არის ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ სხვა სამყაროში. მაგრამ ჯერ კიდევ ვართ საკმარისად ახლოს დახმარებისთვის. მაგრამ აქ არის პრობლემა. მთვარე არ არის მარსი. მთვარის გრავიტაცია არის დედამიწის 16%. მარსის გრავიტაცია არის 72%. მთვარეს არ აქვს ატმოსფერო. მარსს აქვს. თხელი, მაგრამ არსებობს. მთვარის დღე გრძელდება 30 დღეს. მარსის დღე გრძელდება 24 საათს და 29 წუთს, თითქმის იდენტური დედამიწის დღესთან. ტრენინგი მთვარეზე არ არის იგივე, რაც ცხოვრება მარსზე. ეს არის როგორც ტრენინგი უდაბნოში იმისთვის, რომ იცხოვრო ოკეანეში, მაგრამ NASA ამბობს, რომ ეს არის საკმარისად ახლოს. რომ უნარები, რომლებსაც ჩვენ ვისწავლით მთვარეზე, როგორ ავაშენოთ თავშესაფარი, როგორ მოვიპოვოთ რესურსები, როგორ გავუმკლავდეთ იზოლაციას, არის უნარები, რომლებიც გამოგვადგება მარსზე. შესაძლოა ისინი მართალი არიან, შესაძლოა არა, მაგრამ აქ არის რაც ნამდვილად საინტერესოა. არტემის პროგრამა არ არის მხოლოდ NASA-ს პროექტი. ის არის საერთაშორისო თანამშრომლობა. ამერიკა, ევროპა, იაპონია, კანადა და შესაძლოა სხვა ქვეყნები. ეს არის რაღაც, რაც არასოდეს მომხდარა აპოლო პროგრამაში. აპოლო იყო ამერიკული პროექტი, მხოლოდ ამერიკული. საბჭოთა კავშირი არ იყო მოწვეული, არც ერთი სხვა ქვეყანა არ იყო ჩართული. მაგრამ არტემისი არის განსხვავებული. ის არის აშენებული იდეაზე, რომ კოსმოსი არ არის ასპარეზი კონკურენციისთვის, არამედ ასპარეზი თანამშრომლობისთვის. ეს არის ლამაზი იდეა, მაგრამ ის ასევე არის პრობლემა. იმიტომ რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ნიშნავს საერთაშორისო კომპრომისებს. ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ყველაფერზე, დიზაინზე, ტექნოლოგიაზე, გრაფიკზე, ბიუჯეტზე. ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის პრობლემა ხდება ყველას პრობლემა. აპოლო პროგრამა შეძლო მოძრაობა სწრაფად, იმიტომ რომ ის იყო ერთი ქვეყნის პროექტი, ერთი გადაწყვეტილება, ერთი ხელმძღვანელობა, ერთი მიზანი. არტემისი არ შეუძლია მოძრაობა ასე სწრაფად. ის უნდა ელოდოს ყველას, უნდა აწონოს ყველას ინტერესები, უნდა იყოს დიპლომატიური. და ეს არის მიზეზი, რატომ არტემისის გრაფიკი უკვე გადაიდო ორჯერ. თავდაპირველად პირველი დასახლებული მისია იყო დაგეგმილი 2024 წლისთვის. შემდეგ გადაიდო 2025 წლამდე. ახლა ოფიციალურად ის არის დაგეგმილი 2026 წლისთვის. მაგრამ ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ რეალური თარიღი იქნება 2028 ან 2029. ეს არის 10 წელი გადავადება. 10 წელი, რომლის განმავლობაშიც ბიუჯეტი იზრდება, ტექნოლოგია ძველდება და საზოგადოების ინტერესი ქრება. მაგრამ აქ არის რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. არტემისი არ არის ერთადერთი მთვარის პროგრამა. ჩინეთი, რომელიც არ არის ჩართული არტემისში, აშენებს თავის საკუთარ პროგრამას. ისინი უკვე დაჰყავეს 2 როვერი მთვარის შორეულ მხარეზე, რაღაც რაც არც ერთმა სხვა ქვეყანამ არ გააკეთა. ისინი გეგმავენ მთვარის ბაზას 2030 წლისთვის. 4 წლით ადრე ვიდრე არტემისი. ინდოეთი, რომელიც ასევე არ არის ჩართული არტემისში, დაჰყავა როვერი მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რეგიონში, სადაც NASA ასევე გეგმავს დასახლებას. ისინი გეგმავენ დასახლებულ მისიას 2030 წლისთვის. რუსეთი, რომელიც იყო ნაწილი არტემისის თავდაპირველი გეგმებისა, ახლა ამბობს, რომ ისინი შეიძლება შექმნან თავიანთი საკუთარი პროგრამა, ან შეუერთდნენ ჩინეთს. ჩვენ უბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით 60-იან წლებში. კონკურენცია.
არა თანამშრომლობა, არამედ რბოლა. რბოლა იმისთვის, რომ ვინმე იყოს პირველი, ვინც დაარსებს მუდმივ ბაზას მთვარეზე. მაგრამ აქ არის განსხვავება. 60-იან წლებში რბოლა იყო იდეოლოგიური. ეს იყო კაპიტალიზმი წინააღმდეგ კომუნიზმისა, დემოკრატია წინააღმდეგ ავტორიტარიზმისა. დღეს რბოლა არის ეკონომიკური. იმიტომ რომ მთვარე როგორც აღმოჩნდა, არ არის მხოლოდ მკვდარი ქვა. ის არის რესურსი. მთვარის სამხრეთ პოლუსზე, იმ რეგიონში, სადაც მზის სინათლე არასოდეს აღწევს, არსებობს კრატერები, რომლებიც სავსეა ყინულით. არა ბევრი, მაგრამ საკმარისი. ყინული, რომელიც შეიძლება გადაიქცეს წყლად. წყალი, რომელიც შეიძლება გადაიქცეს ჟანგბადად და წყალბადად. ჟანგბადი და წყალბადი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რაკეტის საწვავი. ეს ნიშნავს, რომ მთვარე შეიძლება გახდეს საწვავის სადგური. ადგილი, სადაც კოსმოსური ხომალდები შეიძლება შეივსონ საწვავით გზაში მარსისკენ ან ასტეროიდების სარტყელების სატყელისკენ. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მთვარის რეგოლითი, მტვერი, რომელიც ფარავს მთვარის ზედაპირს, შეიცავს ჰელიუმ-3-ს. ჰელიუმ-3 არის იზოტოპი, რომელიც იშვიათია დედამიწაზე, მაგრამ შეიძლება იყოს იდეალური საწვავი ბირთვული შეცვლისთვის. 1 ტონა ჰელიუმ-3 შეიძლება გამომოიმუშაოს იმდენი ენერგია, რამდენსაც 10 მილიონი ტონა ნახშირი. მთვარეზე მეცნიერების შეფასებით არის ერების შეფასებით არის დაახლოებით 1 მილიონი ტონა ჰელიუმ-3. ეს არის საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ მთელი დედამიწა მუშაობდეს ათასობით წლის განმავლობაში. ეს არის არა მხოლოდ სამეცნიერო ინტერესი, ეს არის ეკონომიკური ინტერესი. ქვეყანა, რომელიც კონტროლს გაუწევს მთვარის რესურსებს, კონტროლს გაუწევს ენერგიის მომავალს. და ამიტომ ახალი რბოლა მთვარისკენ არ არის იმის შესახებ, ვინ იქნება პირველი, არამედ იმის შესახებ, ვინ დარჩება. მაგრამ აქ არის პრობლემა. არ არსებობს საერთაშორისო კანონი, რომელიც არეგულირებს მთვარის რესურსების გამოყენებას. 1967 წელს გაერო მიიღო კოსმოსური ხელშეკრულება. ხელშეკრულება, რომელიც ამბობს, რომ კოსმოსი არის მთელი კაცობრიობის პროვინცია და რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დაიკავოს კოსმოსური ობიექტი. მაგრამ ეს ხელშეკრულება არაფერს ამბობს რესურსების გამოყენების შესახებ. ის ამბობს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიკავოთ მთვარე, მაგრამ არ ამბობს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მოიპოვოთ მისი რესურსები. ეს არის იურიდიული ნაპრალი, რომელიც შეიძლება გახდეს კონფლიქტის წყარო. 2015 წელს ამერიკამ მიიღო კანონი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ უფლება მოიპოვონ და გაკიდონ კოსმოსური რესურსები. 2021 წელს ჩინეთმა მიიღო მსგავსი კანონი. ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ აქვთ უფლება მოიპოვონ მთვარის რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კანონი ამბობს, რომ მთვარე არის მთელი კაცობრიობის პროვინცია. ეს არის რეცეპტი კონფლიქტისთვის. წარმოიდგინეთ, 2030 წელს ჩინეთი აშენებს ბაზას მთვარის სამხრეთ პოლუსზე და იწყებს ყინულის მოპოვებას. 2031 წელს ამერიკა აშენებს ბაზას იმავე რეგიონში და ასევე იწყებს ყინულის მოპოვებას. ორივე ქვეყანა ამბობს, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ იქ, იმიტომ რომ მათი ეროვნული კანონები ამას ამბობენ. რა მოხდება, როცა მათი ოპერაციები გადაიკვეთება? რა მოხდება, როცა ერთი ქვეყნის როვერი შევა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე? რა მოხდება, როცა ერთი ქვეყანა დაიწყებს მოპოვებას იმ ადგილას, სადაც მეორე ქვეყანა ასევე გეგმავს მოპოვებას? დედამიწაზე ასეთი კონფლიქტები ხდება დიპლომატიით ან უარეს შემთხვევაში ომით. მაგრამ მთვარეზე არ არის პოლიცია, არ არის სასამართლო, არ არის გაერო. არის მხოლოდ ორი ბაზა, ორი ქვეყნისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ იქ. ეს არის სცენარი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პირველი კოსმოსური კონფლიქტი. და ეს არის მიზეზი, რატომ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ მთვარეზე. არა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს საშიშია. მაგრამ აქ არის რაც ნამდვილად საინტერესოა. ყველა ეს პრობლემა, ტექნიკური, პოლიტიკური, იურიდიული, არის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გადაწყდეს. ისინი არის რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. რეალური კითხვა არ არის, შეგვიძლია თუ არა დავბრუნდეთ მთვარეზე. რეალური კითხვა არის, უნდა თუ არა დავბრუნდეთ. და ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რას ვფიქრობთ მთვარის შესახებ. თუ მთვარე არის მხოლოდ რესურსი, ადგილი, საიდანაც ამოვიღებთ ყინულს და ჰელიუმ-3-ს, მაშინ პასუხი არის დიახ. ეკონომიკური სარგებელი ამართლებს რისკს. თუ მთვარე არის ტრენინგის ადგილი მარსისთვის, ადგილი, სადაც ვისწავლით, როგორ ვიცხოვროთ სხვა სამყაროში, მაშინ პასუხი ასევე არის დიახ. სამეცნიერო სარგებელი ამართლებს ხარჯს. მაგრამ თუ მთვარე არის რაღაც მეტი, თუ ის არის ადგილი, რომელსაც აქვს თავისი საიდუმლოებები, თავისი ანომალიები, თავისი ისტორია, მაშინ პასუხი ხდება უფრო რთული. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ არ ბრუნდებით მხოლოდ იმისთვის, რომ ამოვიღოთ რესურსები ან ვივარჯიშოთ მარსისთვის.
ჩვენ ბრუნდებით იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ ყველა აპოლო მისიამ დააფიქსირა უცნაური მოვლენები. გავიგოთ, რატომ ყველა ასტრონავტი საუბრობდა უცნაურ შეგრძნებებზე. გავიგოთ, რატომ პროგრამა უეცრად შეწყდა. გავიგოთ, რა არის მთვარე ნამდვილად. და მე არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი. მაგრამ აქ არის ის, რაზეც ნაკლებად საუბრობენ. ის, რაც ნამდვილად აფიქრებს მეცნიერებს ხამით. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით მთვარის შესახებ, არის მხოლოდ ზედაპირი. წარმოიდგინეთ, რომ 391 კილოგრამი ქვა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ დედამიწაზე, გვიჩვენა მხოლოდ ის, რასაც ჩვენ მზად ვიყავით დაგვენახა. წარმოიდგინეთ, რომ რეალური საიდუმლოებები არის არა იმაში, რაც ჩვენ ვიპოვეთ, არამედ იმაში, რაც ჩვენ ვერ ვიპოვეთ. 2021 წელს ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, რაც ჩვენ ვფიქრობდით მთვარის შიდა სტრუქტურის შესახებ. მეცნიერებმა, რომლებიც აანალიზებდნენ აპოლო მისიების სეისმურ მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 50 წლის წინ, მაგრამ რომლებიც არასოდეს გაანალიზებულა სრულად, აღმოაჩინეს რაღაც შემაშფოთებელი. მთვარის ბირთვი არ არის ისეთი, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. ოფიციალური თეორია ამბობდა, რომ მთვარის ბირთვი არის მცირე, მყარი და გაცივებული, დაახლოებით 390 კილომეტრი დიამეტრში. მაგრამ ახალი ანალიზი აჩვენა, რომ ბირთვი არის ბევრად უფრო დიდი, დაახლოებით 510 კილომეტრი, და ის არ არის სრულად მყარი. მას აქვს თხევადი გარე ფენა. ეს ნიშნავს, რომ მთვარე არ არის მკვდარი. მისი ბირთვი ჯერ კიდევ არის ნაწილობრივ თხევადი, ნაწილობრივ აქტიური. ეს ხსნის სეისმურ აქტივობას, რომელიც აპოლო მისიებმა დააფიქსირეს. ეს ხსნის მაგნიტურ ანომალიებს, ეს ხსნის გაზის ემისიებს. მაგრამ ის ასევე ბადებს ახალ კითხვებს. თუ მთვარის ბირთვი ჯერ კიდევ არის ნაწილობრივ თხევადი, საიდან მოდის ენერგია, რომელიც ინარჩუნებს მას თხევად? მთვარე არის ბევრად უფრო პატარა, ვიდრე დედამიწა. მისი ბირთვი უნდა გაცივებულიყო მილიარდობით წლის წინ, მაგრამ ის არ გაცივებულა. რატო? ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ ენერგია მოდის მიწისძვრითი ხახუნიდან. ენერგია, რომელიც წარმოიქმნება, როცა დედამიწის გრავიტაცია ზიდავს მთვარეს, აიძულებს მას ოდნავ დეფორმირდეს. ეს დეფორმაცია ქმნის სითბოს, არა ბევრს, მაგრამ საკმარის იმისთვის, რომ ბირთვი დარჩეს ნაწილობრივ თხევადი. მაგრამ გამოთვლები აჩვენებს, რომ ეს ენერგია არ არის საკმარისი. უნდა იყოს რაღაც სხვა, რაღაც, რასაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. და აქ იწყება ის, რაზეც მეცნიერები ნამდვილად არ საუბრობენ საჯაროდ. 2024 წელს ჩინეთის Chang'e 6-ის მისია, რომელმაც მოიტანა ნიმუშები მთვარის შორეული მხარიდან, აღმოაჩინა რაღაც, რაც არ ჯდება არც ერთ ცნობილ მოდელში. ნიმუშებში იპოვეს მინერალები, რომლებიც ფორმირდებიან მხოლოდ ძალიან მაღალ წნევაში, წნევა, რომელიც არ უნდა არსებულიყო მთვარის ზედაპირთან ახლოს. ეს მინერალები თეორიულად უნდა იყოს მხოლოდ ღრმად მთვარის შიგნით, ასობით კილომეტრის სიღრმეზე, მაგრამ ისინი იყვნენ ზედაპირზე. როგორ მოხდნენ იქ? ოფიციალური ახსნა არის ვულკანური აქტივობა, ძველი ამოფრქვევა, რომელმაც გამოიტანა ღრმა მინერალები ზედაპირზე. მაგრამ ეს ამოფრქვევა უნდა მომხდარიყო მილიარდობით წლის წინ. და თუ ეს ასეა, რატომ ეს მინერალები არ არის დაფარული მტვრით? რატომ ისინი გამოიყურებიან ახალი? ჩინეთის მეცნიერები არ აქვეყნებენ დეტალურ ანალიზს. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა. მაგრამ ის, რასაც ისინი არ ამბობენ, არის უფრო საინტერესო, ვიდრე ის, რასაც ამბობენ. იმიტომ, რომ თუ ეს მინერალები ნამდვილად არის ახალი, თუ ისინი მოვიდნენ ზედაპირზე არა მილიარდობით წლის წინ, არამედ მილიონობით წლის წინ, ან თუნდაც ათასობით წლის წინ, ეს ნიშნავს, რომ მთვარე არის ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ეს ნიშნავს, რომ მთვარე არ არის მკვდარი სამყარო. ის არის ცოცხალი სამყარო. ნელა, ძალიან ნელ-ნელა, ძალიან ნელა. მაგრამ ცოცხალი. და თუ ეს ასეა, მაშინ ყველა ის უცნაური მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა ბოლო 400 წელიწადში, სინათლის აფეთქებები, გაზის ემისიები, მაგნიტური ანომალიები, არ არის ანომალიები. ისინი არის ნორმა. ისინი არის ნიშნები იმისა, რომ მთვარე სუნთქავს. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. 2022 წელს NASA-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეფუძნებოდა Lunar Reconnaissance Orbiteris მონაცემებს, თანამგზავრი, რომელიც ტრიალებს მთვარის გარშემო 2009 წლიდან. კვლევამ აჩვენა, რომ მთვარე იკუმშება. მისი რადიუსი შემცირდა დაახლოებით 50 მეტრით ბოლო რამდენიმე 100 მილიონ წელიწადში. ეს არის ბუნებრივი პროცესი. როცა ბირთვი ცივდება, ის კუმშავს. პლანეტა ხდება უფრო პატარა. დედამიწა ასევე იკუმშება, ძალიან ნელა, მაგრამ იკუმშება. მაგრამ აქ არის საინტერესო. მთვარის შემცირების ტემპი არ არის მუდმივი. ზოგიერთ პერიოდში ის იკუმშება უფრო სწრაფად, ზოგიერთ პერიოდში უფრო ნელა. რატომ? თუ ბირთვი ცივდება თანაბრად, შემცირება უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ ის არ არის მუდმივი. ეს ნიშნავს, რომ რაღაც გავლენას ახდენს ბირთვის ტემპერატურაზე,
რაღაც რაც ცვალებადია. და აქ ჩვენ შევდივართ ტერიტორიაზე, სადაც მეცნიერება ხდება სპეკულაცია. ერთ-ერთი თეორია, რომელიც არ არის ოფიციალურად მიღებული, მაგრამ რომელზეც საუბრობენ კერძო საუბრებში, ამბობს, რომ მთვარის ბირთვი რეაგირებს დედამიწის მაგნიტურ ველზე. როცა დედამიწის მაგნიტური ველი იცვლება, რაც ხდება რეგულარულად ყოველ რამდენიმე 1000 წელიწადში, მთვარის ბირთვი გრძნობს ამ ცვლილებას და რეაგირებს. როგორ? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ თუ ეს თეორია სწორია, ეს ნიშნავს, რომ მთვარე და დედამიწა არის დაკავშირებული არა მხოლოდ გრავიტაციით, არამედ მაგნიტურად. ისინი არის ერთი სისტემა, არა ორი დამოუკიდებელი ობიექტი. და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე, მაგნიტური ქარიშხლები, პოლუსების ინვერსია, ტექტონიკური აქტივობა, შეიძლება გავლენას ახდენდეს მთვარეზე. და პირიქით. ეს არის იდეა, რომელიც ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. მე ვიცი. მე ვესმის, რას ფიქრობთ ახლა. აი ეს არის ის ადგილი, სადაც ვიდეო გადადის კონსპირაციულ ტერიტორიაზე. მაგრამ მოიცადეთ, იმიტომ რომ აქ არის ფაქტი, რომელიც არ არის კონსპირაცია. ეს არის დადასტურებული მეცნიერება. 2029 წელს ჟურნალმა Science-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მთვარის გრავიტაცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ოკეანის მიმოქცევაზე, რაც ჩვენ ვიცოდით საუკუნეების განმავლობაში, არამედ ასევე დედამიწის მაგნიტურ ველზე. როცა მთვარე არის ყველაზე ახლოს დედამიწასთან, დედამიწის მაგნიტური ველი ოდნავ იცვლება. ეს ცვლილება არის მცირე, ძალიან მცირე, მაგრამ ის არსებობს. და ეს ნიშნავს, რომ კავშირი მთვარესა და დედამიწას შორის არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ახლა აქ არის, სადაც ეს ხდება ნამდვილად საინტერესო. თუ მთვარის გრავიტაცია გავლენას ახდენს დედამიწის მაგნიტურ ველზე და თუ დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს მთვარის ბირთვზე, მაშინ ჩვენ გვაქვს უკუკავშირის მარკუჟი, სისტემა, სადაც ორი ობიექტი მუდმივად გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. და ასეთ სისტემებში, სადაც არის უკუკავშირის მარკუჟები, შეიძლება წარმოიქმნას რაღაც, რასაც მეცნიერები უწოდებენ გამოჩენილ თვისებებს. თვისებები, რომლებიც არ არსებობს ცალკეულ ნაწილებში, მაგრამ წარმოიქმნება, როცა ნაწილები ურთიერთქმედებენ. მაგალითად, ნეირონი თავისთავად არ არის ცნობიერი, მაგრამ მილიარდობით ნეირონი, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, ქმნიან ცნობიერებას, რაღაცას, რაც არ არსებობს ცალკეულ ნეირონში, მაგრამ წარმოიქმნება სისტემაში. ასევე შეიძლება იყოს დედამიწა მთვარის სისტემასთან. ცალკე დედამიწა არის პლანეტა, მთვარე არის თანამგზავრი, მაგრამ ერთად ისინი შეიძლება იყონ რაღაც მეტი, სისტემა, რომელსაც აქვს თვისებები, რომლებიც არ არსებობს ცალკეულ ნაწილებში. რა შეიძლება იყოს ეს თვისებები? ჩვენ არ ვიცით, მაგრამ აქ არის რაც ჩვენ ვიცით. დედამიწა არის ერთადერთი პლანეტა მზის სისტემაში, რომელსაც აქვს ასე დიდი მთვარე მის ზომასთან მიმართებაში. მთვარის მასა არის დედამიწის მასის 1/82. ეს არის უზარმაზარი თანაფარდობა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერ სხვა პლანეტა თანამგზავრის წყვილში მზის სისტემაში. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ დედამიწა და მთვარე არ უნდა ჩაითვალოს როგორც პლანეტა და თანამგზავრი, არამედ როგორც ორმაგი პლანეტა. ორი ობიექტი, რომლებიც ტრიალებენ ერთმანეთის გარშემო. და თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით დედამიწის შესახებ, მისი კლიმატი, მისი ტექტონიკა, მისი მაგნიტური ველი და შესაძლოა თუნდაც მისი ცხოვრება, არის შედეგი არა მხოლოდ დედამიწისა, არამედ დედამიწა მთვარის სისტემისა. გარეშე მთვარისა, დედამიწა იქნებოდა სრულიად განსხვავებული პლანეტა. მისი ბრუნვის ღერძი იქნებოდა არასტაბილური. ის ირხეოდა ქაოსურად, რაც გამოიწვევდა ექსტრემალურ კლიმატურ ცვლილებებს. მისი დღე იქნებოდა ბევრად უფრო მოკლე, შესაძლოა 6 ან 8 საათი. მისი ოკეანეები არ იქნებოდა მიმოქცევა, ან მაინც არა ისეთი მიმოქცევა, როგორიც ახლა არის. და გარეშე ამ სტაბილურობისა, გარეშე ამ რიტმისა, ცხოვრება, რთული ცხოვრება, მრავალუჯრედიანი ცხოვრება შეიძლება არასოდეს წარმოშობილიყო. ეს ნიშნავს, რომ თქვენ და მე, ყველა ადამიანი, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა, ვართ შედეგი არა მხოლოდ დედამიწისა, არამედ მთვარისა. მთვარე არ არის მხოლოდ ობიექტი ცაში. ის არის ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ვართ. და აქ არის, სადაც ყველაფერი ხდება. უცნაური. იმიტომ რომ თუ მთვარე არის ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ვართ, მაშინ კითხვა, რატომ ჩვენ არ ვბრუნდებით მთვარეზე, ხდება უფრო ღრმა. ეს აღარ არის კითხვა ტექნოლოგიის, პოლიტიკის ან ეკონომიკის შესახებ. ეს ხდება კითხვა იდენტობის შესახებ. ვინ ვართ ჩვენ, თუ ჩვენ არ ვიცით ის, რაც ჩვენ ქმნის? ვინ ვართ ჩვენ, თუ ჩვენ ვიგნორირებთ ნახევარს ჩვენი სისტემისა? აპოლო პროგრამა იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა, ის იყო ფილოსოფიური მომენტი, როცა ადამიანობამ პირველად დატოვა თავისი სახლი და შეხედა უკან. ყველა ასტრონავტი, რომელიც იმყოფებოდა მთვარეზე, საუბრობს ამ მომენტზე, როცა ისინი შეხედეს დედამიწას მთვარიდან და დაინახეს ის, რაც არც ერთმა ადამიანმა არ ნახა მანამდე. ჩვენი პლანეტა, როგორც მთლიანობა. არა რუკა, არა გლობუსი,
არამედ რეალური ობიექტი, რომელიც თრიალებს სივრცეში. ედგარ მიტჩელმა თქვა, რომ ამ მომენტში მან იგრძნო ყველაფრის ურთიერთდაკავშირება. ბაზ ოლდრინმა თქვა, რომ მან იგრძნო დიდი მარტოობა და დიდი კავშირი ერთდროულად. ალან შეპარდმა თქვა, რომ მან ატირდა, მაგრამ არ იცოდა რატომ. ეს არ იყო მხოლოდ ემოციური რეაქცია, ეს იყო კოგნიტური რეაქცია. რეაქცია იმაზე, რომ დაინახე რაღაც, რაც შენი ტვინი არ იყო ევოლუციურად მომზადებული დაენახ. ადამიანის ტვინი ევოლუციურდა იმისთვის, რომ ესმოდა ადგილობრივი გარემო, ტყე, სავანა, მთა. ის არ ევოლუციურდა იმისთვის, რომ ესმოდა პლანეტა როგორც მთლიანობა. და როცა ასტრონავტები დაინახეს ეს მთლიანობა, მათი ტვინი სცადა გაეგო ის ერთადერთი გზით, რომელიც მას შეეძლო, მისტიკური გამოცდილების ენით. მაგრამ რათუ ეს არ იყო მისტიკა? რათუ ეს იყო რეალობა? რეალობა, რომელიც ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სიტყვები აღწეროთ. აქ არის, სადაც მეცნიერება და ფილოსოფია ხვდებიან ერთმანეთს. თანამედროვე ფიზიკა, კვანტური მექანიკა, რელატივობის თეორია გვეუბნება, რომ სამყარო არ არის ისეთი, როგორც ჩვენ ხედავთ. ის გვეუბნება, რომ ობიექტები არ არის დამოუკიდებელი, ისინი არის დაკავშირებული გზებით, რომლებიც არღვევს ჩვენს ინტუიციას. კვანტური დაბმა, მოვლენა, სადაც ორი ნაწილაკი რჩება დაკავშირებული მიუხედავად მანძილისა, არის დადასტურებული ექსპერიმენტულად. ეს არ არის თეორია, ეს არის ფაქტი. და თუ ორი ნაწილაკი შეიძლება იყოს დაკავშირებული გზით, რომელიც არღვევს სივრცე-დროს, რატომ არ შეიძლება ორი პლანეტა იყოს დაკავშირებული გზით, რომელიც არღვევს ჩვენს გაგებას? ეს არის კითხვა, რომელზეც მეცნიერება ჯერ არ აქვს პასუხი. მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც ღირს დასმას. იმიტომ რომ თუ პასუხი არის დიახ, თუ დედამიწა და მთვარე ნამდვილად არის დაკავშირებული გზებით, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაშინ ყველაფერი იცვლება. მაშინ მთვარეზე წასვლა არ არის მხოლოდ ექსპლორაცია, ის არის თვითშემეცნება. მაშინ კითხვა, რა არის მთვარე, ხდება კითხვა, რა ვართ ჩვენ. და მაშინ მიზეზი, რატომ ჩვენ არ დავბრუნდით მთვარეზე 52 წლის განმავლობაში, შეიძლება იყოს არა იმიტომ, რომ ეს ძალიან ძვირია, ან ძალიან რთულია, ან ძალიან საშიშია. შეიძლება ძლება იყოს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად იმ პასუხებისთვის, რომლებსაც შეიძლება ვიპოვოთ. მაგრამ ეხლა 2026 წელს, როცა არტემის პირველი დასახლებული მისია დაგეგმილია, ჩვენ ვემზადებით დაბრუნებისთვის. არა იმიტომ, რომ ჩვენ გავხდით უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიურად, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ხელმისაწვდომი. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ფული, ფული ყოველთვის იყო. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ როგორც სახეობა ვაღწევთ წერტილს, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ, რა არის მთვარე ნამდვილად. უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი კავშირი მასთან. უნდა ვიცოდეთ, რა ხდება იმ კრატერებში, სადაც მზის სინათლე არასოდეს აღწევს. უნდა ვიცოდეთ, რა არის იმ მაგნიტურ ანომალიებში. უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის ის ენერგია, რომელიც ინარჩუნებს ბირთვს თხევადს. და ყველაზე მთავარი, უნდა ვიცოდეთ, რატომ ყველა ასტრონავტი, რომელიც იმყოფებოდა მთვარეზე, დაბრუნდა შეცვლილი. არა ფიზიკურად შეცვლილი, ფსიქოლოგიურად შეცვლილი. ყველა მათგანი, ყველა 12 საუბრობდა იმაზე, რომ მათ განიცადეს რაღაც, რისი აღწერაც არ შეეძლოთ. რაღაც, რამაც შეცვალა მათი ხედვა სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი. ეფექტი იმისა, რომ იყო ადგილას, სადაც არც ერთი ადამიანი არ ყოფილა. ეფექტი იმისა, რომ დაინახო დედამიწა გარედან. მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს რაღაც მეტი. შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ მთვარე არის არა მხოლოდ ქვა, არამედ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. ნაწილი სისტემისა, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვესმის. და თუ ეს ასეა, მაშინ დაბრუნება მთვარეზე არ იქნება მხოლოდ სამეცნიერო მისია, ის იქნება პილგრიმაჟი. პილგრიმაჟი იმ ადგილას, რომელიც არის ნაწილი ჩვენი, ნაწილი, რომელიც ჩვენ დავგარგეთ, როცა ჩვენ შევთვლიდეთ მისი ნახვა. იმიტომ რომ აქ არის ის, რაც ნამდვილად შეიცვალა ბოლო 52 წლის განმავლობაში. ჩვენ შევწყვიდეთ მთვარის ყურება. 1969 წელს მთელი მსოფლიო უყურებდა მთვარეს. ყოველი სრული მთვარე იყო შეხსენება იმისა, რომ ადამიანები იმყოფებოდნენ იქ. ყოველი ღამე, როცა თქვენ უყურებდით ცას, თქვენ ხედავდით არა მხოლოდ ბუნებრივ თანამგზავრს, თქვენ ხედავდით დანიშნულების ადგილს. მაგრამ შემდეგ ჩვენ შევწყვიდეთ წასვლა და ნელ-ნელა ჩვენ შევწყვიდეთ ყურება. დღეს, როცა თქვენ უყურებთ მთვარეს, რას ხედავთ? ხედავთ თუ არა დანიშნულების ადგილს? თუ ხედავთ მხოლოდ ობიექტს, რომელიც ყოველთვის იქ იყო და ყოველთვის იქ იქნება, მაგრამ რომელსაც აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაიკარგა, როცა ჩვენ შევწყვიდეთ მთვარეზე წასვლა. არა ტექნოლოგია გაუმჯობესდა. არა ცოდნა გაიზარდა. არამედ კავშირი. კავშირი იმ ადგილასთან, რომელიც არის ნაწილი ჩვენი სისტემისა, ნაწილი ჩვენი ისტორიისა, ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ვართ.
და ახლა როცა ჩვენ ვემზადებით დაბრუნებისთვის, კითხვა არ არის შეგვიძლია თუ არა. კითხვა არის, რას ვიპოვით? ვიპოვით თუ არა მხოლოდ ქვებს და მტვერს? ვიპოვით თუ არა რესურსებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას? თუ ვიპოვით რაღაც მეც? ვიპოვით თუ არა პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დარჩა 52 წლის განმავლობაში? ვიპოვით თუ არა ახსნას იმ უცნაური მოვლენებისა, რომლებიც დაფიქსირდა აპოლო მისიებზე? თუ ვიპოვით ახალ კითხვებს, რომლებიც შეცვლის ყველაფერს, რაც ჩვენ ვფიქრობთ სამყაროს, ცხოვრების და ჩვენი ადგილის შესახებ მასში, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ვიცით. 52 წლის განმავლობაში ჩვენ არ ვიტავით მთვარეზე. 52 წლის განმავლობაში ჩვენ ვიცხოვრეთ კითხვებით, რომლებსაც არ ქონდა პასუხები. და ახლა საბოლოოდ ჩვენ ბრუნდებით. არა იმიტომ, რომ ჩვენ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია აღარ დავბრუნდეთ. იმიტომ, რომ მთვარე არ არის მხოლოდ ადგილი ცაში. ის არის სარკე, რომელიც გვიჩვენებს ჩვენ თავს. და 52 წლის განმავლობაში ჩვენ ვერიდებოდით ამ სარკეს. მაგრამ აღარ. მაგრამ აქ არის ის, რაზეც ჩვენ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ. ის, რაც ყველაზე რთულია აღიარება. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ აპოლო პროგრამა შეწყდა ისე უეცრად. ჩვენ არ ვიცით, რა იყო ის უცნაური მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ყველა მისიაზე. ჩვენ არ ვიცით, რატომ ყველა ასტრონავტი დაბრუნდა შეცვლილი. ჩვენ არ ვიცით არ ვიცით რა ინახება იმ დოკუმენტებში, რომლებიც დღემდე არის კლასიფიცირებული. და ყველაზე მთავარი, ჩვენ არ ვიცით რა არის მთვარე ნამდვილად. ეს არ არის კონსპირაციული თეორია, ეს არის სამეცნიერო ფაქტი. მთვარე, რომელიც არის ყველაზე ახლო ობიექტი დედამიწასთან, რომელსაც ჩვენ შევისწავლეთ უფრო ინტენსიურად ვიდრე ნებისმიერ სხვა კოსმოსურ სხეულს, რომელზეც ჩვენ დავდიეთ ფეხი და მოვიტანეთ ნიმუშები, ეს მთვარე ჯერ კიდევ არის სავსე კითხვებით, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხები. ჩვენ არ ვიცით, როგორ ფორმირდა მთვარე. ოფიციალური თეორია, დიდი დარტყმის თეორია, ამბობს, რომ მთვარე შეიქმნა, როცა მარსის ზომის ობიექტი დაეჯახა ახალგაზრდა დედამიწას 4 მილიარდი წლის წინ. ეს დარტყმა გამოაფრქვა მასალას, რომელიც შემდეგ შეიკრიბა და ჩამოყალიბდა მთვარედ. ეს არის ლამაზი თეორია. ის ხსნის ბევრ ამეს, რატომ მთვარეს აქვს მცირე ბირთვი, რატომ მისი შემადგენლობა მსგავსია დედამიწის მანტიის შემადგენლობისა, რატომ ის ტრიალებს დედამიწის ეკვატორის სიბრტყეში. მაგრამ ის არ ხსნის ყველაფერს. ის არ ხსნის, რატომ მთვარის ზოგიერთი იზოტოპური ხელმოწერა არის იდენტური დედამიწისა. ისე იდენტური, რომ ისინი უნდა მომდინარეობდნენ ზუსტად იმავე წყაროდან. მაგრამ თუ მთვარე ფორმირდა დედამიწისა და სხვა ობიექტის ნარევისგან, ეს ხელმოწერები არ უნდა იყოს იდენტური. ისინი უნდა იყოს ნარევი. ის არ ხსნის, რატომ მთვარეს აქვს ასე დიდი ზომა მისი პლანეტის მიმართ. კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ დიდი დარტყმა უნდა შექმნას ბევრად უფრო პატარა მთვარე, ან საერთოდ არ შექმნას მთვარე. ის არ ხსნის, რატომ მთვარის ორბიტა არის ისე სრულყოფილად წრიული და სტაბილური. ობიექტი, რომელიც ფორმირდა კატასტროფული დარტყმიდან, უნდა ქონოდა ქაოსური, ელიფსური ორბიტა, მაინც თავდაპირველად. ეს არის პრობლემები, რომლებზეც მეცნიერები მუშაობენ. ისინი არ ამბობენ, რომ დიდი დარტყმის თეორია არასწორია. ისინი ამბობენ, რომ ის არის არასრული. რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის ყველა დეტალი. მაგრამ აქ არის რაც საინტერესოა. ყოველი ახალი აღმოჩენა, ყოველი ახალი ნიმუში, ყოველი ახალი გაზომვა არ ამარტივებს სურათს. ის ართულებს მას. 2024 წელს, როცა ჩინეთმა მოიტანა ნიმუშები მთვარის შორეული მხარიდან, მეცნიერები ელოდნენ, რომ ეს ნიმუშები დაადასტურებდა ჩვენს გაგებას. მაგრამ ისინი არ დაადასტურეს. ისინი დაამატეს ახალი კითხვები. 2021 წელს, როცა NASA-მ გაანალიზა Lunar Reconnaissance Orbiteris მონაცემები, ისინი ელოდნენ, რომ დაადასტურებდნენ მთვარის შიდა სტრუქტურის მოდელს. მაგრამ ისინი არ დაადასტურეს. ისინი აჩვენეს, რომ მოდელი იყო არასწორი. ყოველი ნაბიჯი წინ არის ასევე ნაბიჯი უფრო ღრმა საიდუმლოებაში. და ეს არის არა იმიტომ, რომ მეცნიერება არ მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ სამყარო არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენი მოდელები. ჩვენ არ ვიცით, რატომ მთვარის ბირთვი ჯერ კიდევ არის ნაწილობრივ თხევადი. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ენერგია, რომელიც ინარჩუნებს მას თხევადს. ჩვენ ვიცით, რომ მიწისძვრითი ხახუნი არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა სხვა შეიძლება იყოს. ჩვენ არ ვიცით, რატომ მთვარეს აქვს ლოკალური მაგნიტური ველები. ველები, რომლებიც არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა იყოს ობიექტზე, რომელსაც არ აქვს გლობალური მაგნიტური ველი. ჩვენ ვიცით, რომ ისინი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ. ჩვენ არ ვიცით, რატომ მთვარის ზოგიერთ რეგიონში ხდება სინათლის აფეთქებები, აფეთქებები, რომლებიც დაფიქსირდა საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის იმავე ადგილებში. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ხდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რატომ. ჩვენ არ ვიცით, რატომ ყველა ასტრონავტი, რომელიც იმყოფებოდა მთვარეზე, საუბრობდა უცნაურ შეგრძნებებზე.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, იზოლაცია, სტრესი, ფსიქოლოგიური ეფექტი იმისა, რომ იყო ადგილას, სადაც არც ერთი ადამიანი არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ვარაუდი. ჩვენ არ ვიცით. და ყველაზე მთავარი, ჩვენ არ ვიცით რა არის კავშირი დედამიწასა და მთვარეს შორის. ჩვენ ვიცით, რომ მთვარის გრავიტაცია ქმნის მიმოქცევას. ჩვენ ვიცით, რომ მთვარე სტაბილიზებს დედამიწის ბრუნვის ღერძს. ჩვენ ვიცით, რომ მთვარე ნელა მოშორდება დედამიწას დაახლოებით 4 სანტიმეტრი წელიწადში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სხვა კავშირები. კავშირები, რომლებიც არ არის გრავიტაციული. კავშირები, რომლებიც შეიძლება იყოს მაგნიტური, ან ენერგეტიკული, ან რაღაც, რისთვისაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს სახელი. ეს არის არა კონსპირაცია, ეს არის სამეცნიერო პატიოსნება. აღიარება იმისა, რომ ჩვენი ცოდნა არის შეზღუდული, რომ ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ცდილობს გაიგოს სამყარო, რომელიც არის ბევრად უფრო დიდი და უფრო რთული, ვიდრე ჩვენი ტვინი შეიძლება გაიგოს. და ეს არის კარგი. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის რაღაც აღსაწერი. ჯერ კიდევ არის კითხვები, რომლებზეც უნდა ვიპოვოთ პასუხები. ჯერ კიდევ არის საიდუმლოებები, რომლებიც ელოდებიან ჩვენ. და მთვარე, ეს ობიექტი, რომელიც არის 390,000 კილომეტრში, ობიექტი, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყოველ ღამე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება. არა იმიტომ, რომ ის არის უცხო, არამედ იმიტომ, რომ ის არის ჩვენი და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ნიშნავს ეს. გახსოვთ როგორ დავიწყეთ? გახსოვთ ის ანაბეჭდები მთვარის ზედაპირზე. ანაბეჭდები, რომლებიც დატოვეს 12 ადამიანმა 52 წლის წინ. ეს ანაბეჭდები ჯერ კიდევ იქ არის, უცვლელი, შეუხებელი. მთვარეს არ აქვს ქარი, რომელიც წაშლის მათ. არ აქვს წვიმა, რომელიც გამორეცხავს მათ. არ აქვს ტექტონიკური აქტივობა, რომელიც დაფარავს მათ. ეს ანაბეჭდები იქნება იქ მილიონობით წლის განმავლობაში. ისინი იქნება იქ მაშინაც კი, როცა ყველა ადამიანი, რომელიც ახლა ცოცხალია, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი იქნება. ისინი იქნება იქ მაშინაც კი, როცა ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა აღარ იარსებებს. ისინი არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ იქ ვიყავით. ნიშანი იმისა, რომ ერთხელ ძალიან მოკლე მომენტისთვის ადამიანობამ გააკეთა რაღაც შეუძლებელი, დატოვა თავისი პლანეტა და დადგა სხვა სამყაროზე. მაგრამ ისინი ასევე არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შევწვიდეთ, რომ ჩვენ დაუბრუნდით, რომ ჩვენ 52 წლის განმავლობაში არ გავბედეთ კვლავ წასვლა. რატო? ეხლა ამ ვიდეოს ბოლოს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო პასუხი. ჩვენ გვაქვს თეორიები, ბევრი თეორია. ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომლებიც ზოგჯერ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებზეც ჯერ არ არის პასუხები. მაგრამ შესაძლოა ეს არის სწორი პასუხი. შესაძლოა რეალური მიზეზი, რატომ ჩვენ არ დავბრუნდით მთვარეზე 52 წლის განმავლობაში, არ არის ერთი მიზეზი, არამედ ყველა ეს მიზეზი ერთად. ტექნიკური სირთულე, პოლიტიკური ინტერესის ნაკლებობა, ეკონომიკური ხარჯი, საერთაშორისო კონკურენცია, იურიდიული გაურკვევლობა. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, რაღაც, რაზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ საჯაროდ, რაღაც, რაც აღმოაჩინეს იქ, ან რაღაც, რაც არ აღმოაჩინეს. რაღაც, რამაც აიძულა ხელმძღვანელები გადაეხედათ მთელი პროგრამისთვის. ჩვენ არ ვიცით და შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ვიცით. ჩვენ უბრუნდებით. არა იმიტომ, რომ ჩვენ გადავჭერით ყველა პრობლემას, არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა პასუხი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მზად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა. იმიტომ, რომ მთვარე არ არის მხოლოდ ადგილი ცაში. ის არის ნაწილი ჩვენი ისტორიისა, ნაწილი ჩვენი სისტემისა, ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ვართ. და 52 წლის განმავლობაში ჩვენ ცხოვრობდით ისე, თითქოს ეს ნაწილი არ არსებობს. ცხოვრობდით ისე, თითქოს მთვარე არის მხოლოდ ობიექტი, ლამაზი ობიექტი, რომელიც ანათებს რამეს, მაგრამ რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ის აქვს მნიშვნელობა. ის აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ის არის ნაწილი ჩვენი. ის აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ის არის ადგილი, სადაც ჩვენ ვიყავით და სადაც ჩვენ დავბრუნდებით. ის აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ის არის საიდუმლოება, რომელიც ელოდება ჩვენ. და როცა ჩვენ დავბრუნდებით, არა თუ არამედ როცა, ჩვენ არ ვიპოვით მხოლოდ ქვებს და მტვერს. ჩვენ ვიპოვით პასუხებს, ან ვიპოვით ახალ კითხვებს, ან ვიპოვით ორივეს. მაგრამ ყველაზე მთავარი, ჩვენ ვიპოვით რაღაცას, რაც ჩვენ დავკარგეთ 52 წლის წინ. ვიპოვით კავშირს იმ ადგილასთან, რომელიც არის ნაწილი ჩვენი. ვიპოვით გაგებას იმისა, რაც ჩვენ ვართ. ვიპოვით გზას წინ. გზას, რომელიც მიდის არა მხოლოდ მთვარისკენ, არამედ მარსისკენ, ასტეროიდებისკენ და შესაძლოა ერთ დღეს ვარსკვლავებისკენ. მაგრამ ყველაფერი იწყება მთვარით. იმიტომ რომ მთვარე არის არა დანიშნულების ადგილი, ის არის დასაწყისი. დასაწყისი მოგზაურობისა, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანობა არსებობს. მოგზაურობა, რომელიც წაგვიყვანს ადგილებში,
რომლებსაც ჩვენ ჯერ ვერ წარმოვიდგენთ. მოგზაურობა, რომელიც შეეცვლის ჩვენს გაგებას სამყაროსა და ჩვენი ადგილის შესახებ მასში. და ეს მოგზაურობა იწყება იქ, სადაც ის შეწყდა 52 წლის წინ, იმ ანაბეჭდებთან, რომლებიც ელოდებიან მთვარის მტვერში. ანაბეჭდები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ აქ ვიყავით. და მალე, ძალიან მალე, ჩვენ დავამატებთ ახალ ანაბეჭდებს, ეჭდებს, ანაბეჭდები, რომლებიც იტყვიან, ჩვენ დავბრუნდით და ამჯერად ჩვენ დავრჩებით. ახლა, როცა თქვენ შეხედავთ მთვარეს, დღეს ღამით, ხვალ ღამით, ნებისმიერ ღამეს, დაფიქრდით ამაზე. ეს ობიექტი, რომელიც თქვენ ხედავთ, არის არა მხოლოდ ქვა, ის არის სამყარო. სამყარო, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, თავისი საიდუმლოებები, თავისი კავშირი თქვენთან. ეს ობიექტი, რომელიც ყოველთვის იქ იყო, ყოველ ღამეს, მთელი ადამიანობის ისტორიის განმავლობაში, ეს ობიექტი არის ნაწილი იმისა, რაც თქვენ ხართ. და ერთ დღეს, შესაძლოა თქვენ სიცოცხლეში, ადამიანები კვლავ დადგებიან იქ, კვლავ შეხედავენ დედამიწას, კვლავ იგრძნობენ იმას, რასაც იგრძნეს ის 12 ადამიანი 52 წლის წინ. და შესაძლოა ამჯერად ისინი იპოვიან პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დარჩა. ან შესაძლოა ისინი იპოვიან ახალ კითხვებს, ნახალ კითხვებს, კითხვებს, რომლებიც კიდევ უფრო ღრმაა, კიდევ უფრო საინტერესო. მაგრამ ერთი რამ დარჩება უცვლელი. მთვარე იქნება იქ, ელოდება, როგორც ყოველთვის ელოდა. და ჩვენ, საბოლოოდ, დავბრუნდებით სახლში. იმიტომ რომ მთვარე არ არის უცხო ადგილი, რომელსაც ჩვენ ვსტუმრობთ. ის არის ნაწილი ჩვენი სახლისა. ნაწილი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, მაგრამ რომელსაც ჩვენ უპოულობთ კვლავ. და როცა ჩვენ დავბრუნდებით არა როგორც დამხრობლები, არა როგორც მკვლევარები, არამედ როგორც შვილები, რომლებიც ბრუნდებიან სახლში. სახლში, რომელიც ყოველთვის იქ იყო, ელოდა ჩვენ. 390,000 კილომეტრში, ყოველ ღამეს, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მთვარე, ჩვენი მთვარე.